Თქვენი აზრით რასთან გვაქვს საქმე, თქვათ ემზადება ის თუ არა ოპოზიციური პროცესებში აქტიურად ჩართვისთვის, მაგალითად მამუკარიშიძე თქვა, რომ არის გამოსული ის ტიმოშენკოს ერთგვარად შეუიგდეს და რაღაც პოროშენკოს წინააღმდეგ კოალიცია შექმნა. თუ უბრალოდ მან დაკარგა გავლენა და სადაც თანამდებობიდან გაათავისუფლდა უკრაინის პრეზიდენტი, მანამდე დატოვა ეს თანამდებობა. თქვენი აზრით რას ნიშნავს ეს, როგორი განაწილება არის ოდესის გუბერნატორის მოგესალმებით. ისიც სიმართლე გითხრათ, ქართული საზოგადოებისათვის, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისათვის, ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია ის, თუ რა პოლიტიკურ პერიპეტიებს გადის ახლა ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში რომელიმე ჩვენს მეგობარ ქვეყანაში გუბერნატორის თანამდებობაზე კი არ უნდა ყოფილიყო ამდენი წლის განმავლობაში, არამედ ჩვენი უნიათო ხელისუფლება რო არა, ის უნდა ყოფილიყო ქართულ საპატიმროში, ციხეში. იმ დანაშაულებებისათვის, რაც მან ჩაიდინა და რაც მას დაუმტკიცდა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ადამიანი სანამ დაუმტკიცებდნენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ გააპარა საქართველოსდან, მიცა მას საშუალება დაეტოვებინა ქვეყანა და შემდეგ დავიწყეთ იმის გამოძიება, თუ რა დანაშაულებებს ჩადიოდა ეს ადამიანი. მე არც არავის არ უზრუნია იმაზე, რომ ეს ადამიანი უკან დაებრუნებინა, თუმცა ამას არც აზრი არ ექნებოდა, იმიტომ რომ ის მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდა ჩვენს ეგრეთ წოდებულ მეგობარ სახელმწიფოში. რეალურად რომ ვთქვათ, სააკაშვილი ახლა რა პოლიტიკურ ვთქვათ კატაკლიზმებს განიცდის, ეს მისი პრობლემაა. რომ გითხრათ, რომ რაიმე სერიოზულად ამას საქართველოს ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, არა. კონკრეტული ადამიანები დასავლეთში, შეერთებულ შტატებში იყენებენ მის ფიგურას, როგორც გარკვეული პოლიტიკური თამაშების, ასე ვთქვათ, კოორდინირებისათვის გარკვეულწილად. ამ შემთხვევაში უკრაინაში. ხა ვის რაში სჭირდება ის? ამაზე მე ნამდვილად პასუხი არ მაქვს და რა ვალდებულებები აქვთ მათთან გარკვეულ დასავლურ ძალებს და რატო იყენებენ მას მუდმივად რაღაც ამ შემთხვევაში ასაფეთქებელი ნაღმის ფორმატში. სიმართლე გითხრათ, ხა მე ეს ვალდებულებები არ ვიცი. ეს უკვე უკრაინის პრობლემაა, თუ რატო წამოვიდა ხა სააკაშვილი და რატო დატოვა გუბერნატორის პოსტი, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, უბრალოდ მას იქ აღარ დაედგომებოდა, სადაც მას ჰქონდა ასე ვთქვათ სამუშაო არეალი და ტრადიციული ჩვეულებრივი ეპატაჟი მოაწყო იმისათვის, რომ მიცეს თავისთავად საშუალება გარკვეულწილად ოპოზიციურ ფლანგზე გააგრძელოს მუშაობა იმ ზღაპრებით, რაც ჩვენ საქართველოში არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, ის ასე ვთქვათ ისტერიული ასე ვთქვათ ეპატაჟური თემები, რომ ეხლა მოევლინება მესიად უკრაინას და ასე შემდეგ და გადაარჩენს. მე ვფიქრობ და ვარაუდობ, რომ სააკაშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს უკრაინაში. რადგან ვთვლი, რომ ჯერჯერობით არ დაუმთავრებია როგორც ეთყობა, რახანის ასე ვთქვათ არეპოება და არეშვება თუნდაც აი ამ პრობლემების შექმნას ამ შემთხვევაში უკვე უკრაინისათვის. ვფიქრობ, რომ ის გაცილებით უფრო ცუდად დაამთავრებს, იმიტომ რომ უკრაინა არ არის საქართველო ამ შემთხვევაში და უკრაინაში გაცილებით უფრო სერიოზული ძალები არიან, რომლებიც სააკაშვილს არ მისცემენ საშუალებას ის არაადეკვატური საქმედებები განახორციელოს და რაღაც შედეგს მიაღწიოს, რის საშუალებაც მას საქართველოში მიეცა. თუ ახლა მთელი ჩვენი შეხვედრა ნაციონალების მარაზმებზე უნდა ვისაუბრო, ძალიან არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა, მე გაცილებით სხვა თემები უფრო. სანდრა რულოვცი რო არ შევიდა პარლამენტში, არავის გასაკვირი არ იყო, არავისთვის არ უნდა ყოფილიყო, ამ ადამიანმა თქვა, რომ არ შევალ პარლამენტში, იმიტომ რომ სანდრა რულოვცი აღმოჩნდა გარკვეული გარიგების შემადგენელი ნაწილი, ანუ მსხვერპლი ერთგვარად, ბოკერიასა და ბიძინა ივანიშვილის შორის. მათ შორის იყო ძალიან კონკრეტული გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობა არავით პრობლემებს ამ 2016 წლის 8 ოქტომბერს და შემდეგ მეორე ტურში ჩატარებულ არჩევნებზე არ შექმნის და არც ერთი საჩივარიც კი არ დაუწერიათ. არც ერთი ოქმი გაყალბებული, რომელთა მთელი დასტები, როგორც ჩვენ გქონდა ხელში, ისე გქონდათ ნაციონალურ მოძრაობას, მას არ წარმოუდგენიათ. მათ ხმა არ მოუღიათ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ეს ბუნებრივიც იყო მათი მხრიდან, იმიტომ რომ მათთვის ეს შედეგი იყო აბსოლუტურად მისაღები. და ქართული ოცნებისათვის ისევ შენარჩუნებული ეს პრაქტიკულად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციად, რომ ყველაზე კომფორტული ოპოზიცია, ნაციონალურ მოძრაობამ კიდე ამ გარიგების შედეგად მიიღო ძალიან მარტივად ის, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული მეორე პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში ნომერ პირველი, ყველაზე მეტი მანდატით პარლამენტში.
ორივე მხარისათვის იდეალური შედეგი დასრულდა. ოღონდ ეს ყველაფერი მოხდა ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიისათვის ხმების წართმევის და სწორედ ნაციონალური მოძრაობისათვის გადანაწილების მექანიზმით და მეთოდით და ტექნოლოგიით. და უამრავი, როგორც დემოკრატიული მოძრაობის, ისე სხვა პოლიტიკური პარტიების ბიულეტენები შეგიძლიათ იხილოთ ნაციონალური მოძრაობის ბიულეტენთა დასტებში. ოღონდ რთულია ამის ხილვა, რადგან ქართულმა ოცნებამ ერთი უბანიც კი არ გახსნა იმისათვის, რომ დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, დაემტკიცებინა, რომ მას არჩევნები არ გაუყალბებია და წარმოეჩინა ყველასთვის, რომ აი დემოკრატიული მოძრაობა აზვიადებს. იქ რაღაც სხვა პარტიები აჭარბებენ და პრობლემის რაღაც ჰიპერბოლიზაციას აკეთებენ. არა, ეს ვერ გააკეთა ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა რა, რომ ერთი უბანიც კი რომ გაეხსნათ და გადათვლა მომხდარიყო, ამას მოყვებოდა მთელი 3702 უბნის გახსნის აუცილებლობა, იმიტომ რომ ძალიან კარგად წარმოჩინდებოდა ის ფალსიფიცირება და ის ტოტალური გაყალბება, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებზე. რახან ეს არ გააკეთეს, ახლა თავისუფლებას აძლევენ, სწორედ ეს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება და მისი მხარდამჭერები და ასე ვთქვათ, მისი ფან-კლუბის წევრები, რომ იცით რა, აი არაფერი არ გაყალბებულა და თქვენ ყველაფერს იტყუებით, ეუბნებიან პოლიტიკურ პარტიებს. მეორე კუთხით კი რო შევხედოთ, მათ ერთი უბნის გადათვლაც კი ვერ გაბედეს. ერთი უბნის გახსნაც კი ვერ გაბედეს. იმიტომ რომ ძალიან კარგად წარმოჩინდებოდა ის, რა საშინელი დანაშაულიც იყო ჩადენილი ამ არჩევნებზე. და აი ეს სტიგმა მთელი უკვე რაც საქართველოს დამოუკიდებელია, რომ ერთი უბანი მაინც გაიხსნას არჩევნების შემდეგ და წარმოჩინდეს, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო ორგანოებმა, რომლებმაც ჩაატარეს ეს არჩევნები, არიან მართლები, ხოლო ოპოზიცია, რომელიც ძალიან მაღალ ეჭვებს და საფუძვლიან ეჭვებს გამოთქვამს, არის მტყვანი ამ შემთხვევაში, ვერ მოხდა. ძალიან დიდი იმედი იყო, რომ ეს არჩევნები არ იქნებოდა აი ასეთი ტოტალურად გაყალბებული, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც კი ხელისუფლებას გაუჭირდა, როგორც კი ქართულ ოცნებას გაუჭირდა, მაშინვე მან მიმართა ისეთ მეთოდებს, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, კარგი ქართული საარჩევნო გაყალბების ტრადიციებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული და სააკაშვილის პერიოდშიც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აპოთეოსი იყო მიღწეული. რეალურად თქვა, ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც 48%-იანმა პოლიტიკურმა პარტიამ და 48% დაუფიქსირდა ქართულ ოცნებას. საზოგადოების მხარდაჭერა, უпрочем მისული ამორჩევლების მხარდაჭერა 48%-იანმა პარტიამ საქართველოში უნდა დააკომპლექტოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პოლიტიკური მარაზმი, რომელშიც საქართველო ცხოვრობს. არც ერთი ნორმალური სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და იქ ის არ მოხდება, იმიტომ რომ ასეთი არაადეკვატური საარჩევნო სისტემა არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს. როდესაც 48%-ით პარტია, რომელიც ვერ უნდა აკომპლექტებდეს პრაქტიკულად არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას, საპარლამენტო უმრავლესობასაც კი და 48%-ის მქონე პოლიტიკური პარტია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ვალდებულია სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შექმნა საპარლამენტო კოალიცია და შემდეგ მოახდინოს უმრავლესობის ფორმირება, მოახდინოს შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება კოალიციურ რეჟიმში. მაგრამ ქართულმა ოცნებამ ისევე როგორც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა ამას, უკვე მოირგორა დღევანდელი ის 21 წლის განმავლობაში არსებული ეს მარაზმი არაადეკვატური და დანაშაულებრივი საარჩევნო სისტემა პრაქტიკულად იგივე გააკეთა, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ ნაციონალური მოძრაობა 50%-ზე მეც იღებდა ხოლმე იმ თავისი გაყალბებული არჩევნებით. ქართულმა ოცნებამ ესეც ვერ მოახერხა და ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც 44%-ია იყო თბილისში, თბილისის 75% დააკომპლექტდა საკრებულოსი. ხოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად 48%-ია იყო და იმის მაგივრად, რომ კოალიცია შეიქმნა და ამის ვალდებულება ქონოდა სისტემით, მას უფლება აქვს დღეს დააკომპლექტოს საპარლამენტო მანდატების 150-დან 115 და აიღოს 3/4, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე მეტი. ეს არის არაადეკვატური რეალობა. ესა დანაშაულებრივი რეალობა და სწორედ ამიტომაც თუ ვინმეს ეჭვიეპარებოდა, რომ საარჩევნო სისტემა სასწრაფოდ არის შესაძლებელი. ეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, რომელიც იძლევა აი ესეთი არაადეკვატური სიტუაციის ჩამოყალიბების საშუალებას, არის გასაუქმებელი. თუ ვინმეს ეჭვიეპარებოდა, არ ამგონია ამ არჩევნების შემდეგ თუ საღადმოაზროვნე ადამიანია, თუ სახელმწიფოს განვითარების კონკრეტულ მიმართულებებზე ფიქრობს, თუ თulis რომ ცივილიზებულობა და სახელმწიფოს სწორი განვითარება უფრო მაღალი კატეგორია ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სიყვარული, მაშინ ის უნდა ხვდებოდეს, რომ საქართველოში ასეთი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნის განვითარების დამღუპველი და მუდმივად ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხელისუფლებაში აი ესეთი ფორმით მოსული ხელისუფლება არის ძალიან სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე, იმიტომ რომ არ შეიძლება 48%-ით
დააკომპლექტო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს სახელმწიფოს განვითარების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია, დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ჩანს, ბეძინა ივანიშვილს სწორედ ასეთი დემოკრატიით გაკვირვება ჰქონდა მხედველობაში ევროპელების და უცხოელების, როდესაც ის 4 წლის წინ ამ გაკვირვებას პირდებოდა მათ. და როგორც ეთქობა, მე ჯერა რომ ამითი გაკვირვება ნამდვილად შესაძლებელია და უცხოელები ნამდვილად გაკვირვებულები იქნებიან, როგორ შეიძლება 48%-იანმა პარტიამ დააკომპლექტოს 3/4-ის საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ეს ნამდვილად გასაკვირი რამ არის მათთვის. ჩვენთვის კიდე ამას დანაშაულებრივი უკანონობა ქვია. რეალურად რომ ვთქვათ, ეს არის ამ შემთხვევაში დიახ, სწორედ მაგაშია საუბარი, რომ ეს არის ის რა თქმა უნდა შეიძლება კანონი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კანონიერება და სამართლიანობა არანაირად არ ნიშნავს იგივეს. რეალურად აი გეუბნები სწორედ დიახ კონსტიტუციაში წერია ის, რაც იწვევს უზარმაზარ უკანონობას. 48%-იანმა პარტიამ დანარჩენი, ანუ 115, მას დაახლოებით 72 დეპუტატი შეიძლებოდა ყოლოდა პარლამენტში, 48%-ით, ეს ასეა, 48%, 150-158% დაახლოებით 72-ია, მან აიღო 115 მანდატი. ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი 1995 წელს მიხეილ მაჭავარიანის, ხათუნა გოგურიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემა 95-ში ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად 95-ში მიღებული 95-ში არ იყო ჯერ კიდე ზურაბ ჟვანია, ეს კონსტიტუცია, რომელიც შემუშავებული იყო მანამდე, სანამ ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები. არა, ამ შემთხვევაში ეს არ შეცვლილა. საქმეც მაგაშია, რომ სისტემა, რომელიც შეიქმნა 95-ში, ის დღემდე მუშაობს. ნაციონალური მაშინაა ეს მოქალაქეთა კავშირი იყო. მოქალაქეთა კავშირის მიერ შექმნილმა საარჩევნო სისტემამ დღემდე მოაღწია და მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოაცხადა, რომ უბრალოდ მაბატი საარჩევნებამდე, წინა საარჩევნო კამპანიის დროს, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იქნებოდა უსამართლო სისტემის შეცვლა, მისი სამართლიანი სისტემის ჩანაცვლება, ქართულმა ოცნებამ არაფერი არ გააკეთა ამ მიმართულებით და სისტემა არ შეცვლა. იმიტომ რომ მათ დაინახეს, რომ ესეთი მექანიზმი, როდესაც გაქვს დაბალი მხარდაჭერა საზოგადოებაში, მაგრამ აი სისტემა გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოიპოვო მაინც საკონსტიტუციო უმრავლესობა მაჟორიტარების მეშვეობით. ეს ძალიან ხელსაყრელი სისტემა არის. ძალიან, ასე ვთქვათ, ხელს აძლევს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დაბალი რეიტინგი აქვს და ქართულმა ოცნებამ თავისი რეიტინგი კატასტროფულად შეამცირა. წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს მისივე დამსახურებით მოხდა მხოლოდ და 14%-დან ჩამოვიდა 48%-ზე. პრაქტიკულად მან გაიმარჯვა არჩევნები იმ რაოდენობა პროცენტებით, რამდენითაც ნაციონალურმა მოძრაობამ ის არჩევნები წააგო. შესაბამისად, ქართულ ოცნებას დაინახა და მისმა ხელმძღვანელობამ, რომ პერსპექტივა საზოგადოებაში მისი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერების გაზრდისა მას არ აქვს, იმიტომ რომ ვერაფერი შესთავაზა საზოგადოებას ვერც ეკონომიკური, ვერც სოციალური, ვერც ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში, ვერც ადამიანების კეთილდღეობის ამაღლების კონტექსტში ვერ შესთავაზა ვერაფერი. პირიქით გაუარესება მოხდა მხოლოდ არსებული რეალობის და მან ძალიან კარგად დაინახა, რომ ასეთ ვითარებაში ის არჩევნებს წააგებდა და 48%-ით ის არჩევნებს ის პარლამენტის უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებდა არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ამიტომაც შეინარჩუნა ის სისტემა, რომელიც აი ამის საშუალებას იძლეოდა. კანონიერად, ანუ როგორც თქვენ ბრძანეთ, კონსტიტუციაში ჩაწერილი ნორმით მანდატების მოპარვის საშუალებას. სხვა ამას არაფერი არ ქვია. მთელი მსოფლიოს რეკომენდაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საარჩევნო სისტემის ფორმირებასთან დაკავშირებით უკავშირდება რას? რომ რამდენ პროცენტსაც აიღებს პარტია, აი იმდენი პროცენტის დეპუტატები უნდა ყავდეს მას პარლამენტში. არც მეტი, არც ნაკლები. ეს არის საარჩევნო სამართლიანობის ფუნდამენტალური ცნება. რამდენი პროცენტიც აიღო პარტიამ არჩევნებზე მისული ამორჩევლების ხმებისა, სწორედ იმდენი პროცენტი პარლამენტის შემადგენლობისა უნდა დააკომპლექტოს მან სადეპუტატო მანდატებით. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. არ არსებობს დედამიწის ზურგზე ცივილიზებული სახელმწიფო, სადაც სხვაგვარად იყოს მოწყობილი, სადაც სხვანაირად ხდებოდეს არჩევნების შედეგების გათვალისწინება. საკონსტიტუციო უმრავლესობა, წინა ხელისუფლება, წინა პარლამენტში ქართულ ოცნებას არ ყავდა, შესაბამისად ის აკეთებდა აპელირებდა
კანონმდებლობას იტყუებოდა, რომ ის ვერ გაიტანდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყავდა, სინამდვილეში მთელი ოპოზიცია პარლამენტში მყოფი ეთანხმებოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას პირდებოდა, რომ თუ მოხდებოდა სისტემის ცვლილება, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს არ გააკეთა. მერე შევთავაზეთ გერმანული მოდელი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებდა საერთოდ და მხოლოდ ორგანული კანონის ცვლილებას საჭიროებდა, ანუ ხმების დათვლის ტექნოლოგიის შეცვლას საჭიროებდა კონსტიტუციასთან ხელშეუხებლად, მაგრამ უზრუნველყოფილი იყო სწორედ ეს პრინციპი, რომ რამდენ პროცენტსაც აიღებდა პარტია, იმდენი პროცენტის დეპუტატებს შეიყვანდა პარლამენტში. ამაზეც უარი თქვა ქართულმა ოცნებამ, იმის გამო, რომ ძალიან კარგად ხედავდნენ, რომ მათ საკუთარი ძალებით პარლამენტის უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამიტომაც დატოვეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების პრაქტიკა კანონში, რაც ყოველთვის ხელისუფლებას აძლევს საშუალებას კონდეს 10-15%-იანი ფორა ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატთან მიმართებაში, რადგან არსებობს უზარმაზარი სახელისუფლებო რესურსი, ადმინისტრაციული რესურსი, პრაქტიკულად ფინანსური რესურსი, რომელიც წინასწარვე გამზადებულია იმისათვის, რომ სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭიროს მაჟორიტარულ არჩევნებში მხარი და ძალიან იოლია ამით манипуლირება, ასე ხდებოდა მოყოლებული 95 წლიდან. სამწუხაროდ ჩვენ დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც ქართულმა ოცნებამ იმის მაგალითად რომ დემოკრატიული რეალობა განევითარებინა ჩვენს ქვეყანაში, წინ წაეყვანა პროცესები და სახელმწიფოს ამ მიმართულებით გაუმჯობესების რეალობა შემოეტანა, მან მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა და გაუარესებას მეუწოდებ იმას, როდესაც უკვე ხელისუფლება 44%-ით თბილისში მოდის აბსოლუტურ უმრავლესობაში საკრებულოში, 48%-ით საპარლამენტო უმრავლესობაში მოდის კონსტიტუციური უმრავლესობით. აი ესეთი არაადეკვატური რეალობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მდგომარეობის ერთმნიშვნელოვან გაუარესებას უკავშირდება. ამიტომაც თვლით ჩვენ დღეს პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ადრე ძალიან აქტიურად ჩართულები იყვნენ ის მეგობრები, რომლებიც აგერ უკვე მე-5 წელიწადია ხელისუფლებაში ბრძანდებიან. ძალიან აქტიურად ისინი შიმშილობდნენ იმისათვის და თავს იკლავდნენ იმისათვის, რომ დღეს არსებული სისტემა შეცვლილიყო. ზვიად ძიძიგური გამოიტანეს საკაცით იმიდან რა ქვია მე-16 დღეს შიმშილობისა გამოიყვანეს საკაცით კარვიდან. როდესაც ის ცუდად გახდა და ბუნებრივია ცუდად გახდებოდა მე-16 დღეს შიმშილობაზე იმის გამო რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. დიახ, მაგრამ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი მათ არ გადადგეს, როგორც კი ამის საშუალება ჰქონდათ. როგორც კი ამის რეალური წინაპირობა და ბერკეტი მათ გაუჩნდათ ხელისუფლების მეშვეობით, ხელისუფლების წყალობით და ხელისუფლებაში ყოფნის წყალობით მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს. და პრაქტიკულად დატოვეს ის, რასაც ებრძოდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ და ყველა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელები უნდა ჩამოუშვათ და შევეგულოთ არსებულ რეალობას. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ძალიან ბევრი კონკრეტული პროექტი გამზადებული დევს იმისათვის, რომ ის რეალობად იქცეს, მაგრამ სანამ კონსტიტუციაში არ აისახება ცვლილებები და სამხარეო პროპორციულ სისტემაზე არ გადავა ჩვენი საარჩევნო სისტემა, მანამდე ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომაც ჩვენ დემოკრატიულმა მოძრაობამ შევთავაზეთ ჩვენს კოლეგებს, პოლიტიკურ პარტიებს, აბსოლუტურად ყველას, ვინც თვლის რომ მიმართულებით ძალიან სერიოზული საქმეა გასაწევი, დავსხდეთ და მუშაობა არის გასაგრძელებელი. არაფერი არ დასრულებულა, პირიქით ბრძოლა ძალიან სერიოზულ დონეზე არის ასაყვანი იმისათვის, რომ ესეთი მარაზმი და არაადეკვატურობა, როგორც ხდება ყოველი არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.